ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ბრიფინგის დროს განაცხადა, რომ იქმნება ახალი კომპანია სახელად Stargate, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაზე იმუშავებს და $500 მილიარდი ოდენობის ინვესტიცია გამოიყოფა. ამისათვის ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა და მასთან ერთად თეთრ სახლში იმყოფებოდა კომპანია OpenAI-ის ხელმძღვანელი სემ ალტმანი, ასევე კომპანია Oracle, ლერი ელისონი და ასევე იაპონური ჰოლდინგის SoftBank-ის ხელმძღვანელი მასაიოში სონი, რომლებიც არიან ამ კომპანიის მთავარი ძირითადი დამფუძნებლები. ჯერჯერობით $100 მილიარდი არის გამოყოფილი ინვესტიცია ამ კომპანიის განვითარებისთვის და თანდათანობით უფრო და უფრო დაემატება, უკვე ეძებენ სხვადასხვა ტერიტორიას ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმისათვის რომ შეიქმნას მონაცემთა გადამუშავების ბაზა. ერთ-ერთის აშენება უკვე დაიწყო შტატ ტეხასში. აღსანიშნავია ის, რომ თანდათანობით სულ უფრო მეტი ტექნოლოგიური კომპანია ცდილობს იმუშაოს და გადავიდნენ უკვე ტეხასის შტატში, მაგალითად კომპანია მეტას კონტენტის მოდერატორების გუნდი, რომლებიც მანამდე კალიფორნიაში მუშაობდნენ, თანდათანობით გადასვლა დაიწყეს უკვე შტატ ტეხასში, შეიქმნება 100,000-მდე სამუშაო ადგილი და როგორც ამერიკის პრეზიდენტი ფიქრობს, ეს აჩვენებს ამერიკის პოტენციალს ხელოვნური ინტელექტის განვითარების მხრივ. განცხადება გამოაქვეყნა ასევე პლატფორმა X-ზე კომპანია OpenAI-მ და სემ ალტმანმა, ხელმძღვანელმა კომპანიის. ეს ინფრასტრუქტურა დაიცავს ამერიკულ ლიდერობას ხელოვნური ინტელექტის სფეროში, შექმნის ასობით 1000 სამუშაო ადგილს და მთელი მსოფლიო მიიღებს უზარმაზარ ეკონომიკურ სარგებელს. ეს პროექტი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ შტატების რეინდუსტრიალიზაციას, არამედ უზრუნველყოფს ამერიკის და მისი მოკავშირეების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიულ შესაძლებლობებს. ვკითხულობთ კომპანია OpenAI-ის განცხადებაში. აღსანიშნავია ის, რომ უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში სემ ალტმანი ღიად ამბობდა, რომ მნიშვნელოვანი იყო ამ საკითხზე მუშაობა, იმისათვის რომ ხელოვნური ინტელექტი უფრო მეტად განვითარდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში და აცხადებდა, რომ მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოს მონაწილეობაც ამ პროექტისთვის. აღსანიშნავია, რომ სამი ძირითადი კომპანიის გარდა OpenAI, Oracle და SoftBank პროექტის პარტნიორები ასევე არიან ტექნოლოგიური გიგანტები NVIDIA, Microsoft და კომპანია ARM.